როგორ მოვიპოვეთ მთელი ბაზრის დეველოპერების საკონტაქტო ინფორმაცია რამდენიმე ზარში. როდესაც ვურეკავდით და ვეუბნებოდით, რომ თანამშრომლობასთან დაკავშირებით გვინდა რომ გაგესაუბრო, პირველად მახსოვს რეაქცია რო ქონდათ, რომ მოდი მენეჯერთან გაისაუბრე და მერე გადავწყვეტ და ვერიგებდნენ რაში იყო ეს მოთხოვნა, რომ პირდაპირ დეველოპერთან ქონოდა კომუნიკაცია. სრულად კორპუსი უნდა ჩაგვაბარო და ჩვენ უნდა გავყიდო და იმან მან ძალიან მეცინება ხოლმე რომ მახსენდება, აი აუცილებლად იყო წარბის წარმოწევა, ანუ ბატონო, ეგეთი ამბავ კორპუსი უნდა მოგცე, რას ნიშნავს? ვარც ახლა ვირუჯებით ვშვედივრად და გვირეკავს ეს დეველოპერი და გვეუბნება, რომ რასაპირებთო ახლა მოდიხართო თუ შეუშვაო სხვა ვინმეო ოფისის გახსნიდან მესამე დღეს რეალურად ჩვენ ჩავხურეთ პირველი кейსი. და პირველი кейსის შემდეგ გაჩერება არ ყოფილა. უკვე შევეჯახეთ 2020 წელში პანდემიას. როდესაც ახალდაწყებული კომპანია, რომელიც ნელა-ნელა ნაბიჯებს იდგამდა, უცებ დავრჩით სახლში. კონკურენცია ძალიან გაიზარდა ბაზარზე. ჩვენ ხედავთ, როგორც წეგან ვახსენეთ, რომ უბრალოდ საცხოვრებლი კორპუსი უკვე აქვს აუზით. ბაზარი ძალიან გაიზარდა და ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პერიოდში ვართ საქართველოს უძრავი ქონების და განსაკუთრებით ჩვენ ამ ეტაპზე, რადგან ვართ მხოლოდ დაჭერის უძრავი ქონების ბაზარზე, ეს ერა ძალიან საინტერესო არის ჩვენთვის. მოგესალმებით მეგობრებო. კეთილი იყოს ჩვენი ფეხი YouTube სივრცეში. დღეს ვიწყებთ ძალიან საინტერესო პოდკასტების სერიას. ვისაუბრებთ ზოგადად უძრავ ქონებაზე, გამოწვევებზე, ტენდენციებზე, ასევე რეინვესტმენტზე, ვინ არის რეინვესტმენტი, რა კომპანია და დღემდე რა გზა გამოიარა. თუმცა სანამ გადავალთ აი ამ მნიშვნელოვან თემებზე, ვისაუბროთ ჩვენზე. ვინ ვართ ჩვენ, კომპანიის დამფუძნებლები და როგორ აღმოჩნდით უძრავი ქონების სფეროში. მე ვარ ირმა მახარაძე, კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორი და ამ სფეროში უკვე ვარ 8 წელია, მოკლედ იმდენი წელია, რამდენი წელიაც რეინვესტმენტი არსებობს საერთოდ ზოგადად უძრავი ქონების ბაზარზე. ჩემთვის ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო ეს სფერო და მინდოდა შეგვექმნა ისეთი კომპანია, ისეთი ადამიანებით დაკომპლექტებული, რომელიც მაქსიმალურად პროფესიონალურ კონსულტაციას გაუწევდა მომხმარებელს უძრავი ქონების შეძენის პროცესში. მოგესალმებით, მე ვარ სოფიო ქოქოლაძე, კომპანია რეინვესტმენტის დამფუძნებელი. ჩემი მიმართულება უშუალოდ საწყისად სანამ აღმოვაჩენდი საერთოდ რომ უძრავი ქონება იყო ზუსტად ის სფერო, სადაც უნდა ყოფილიყავი მთელი 8 წლის განმავლობაში, ვიყავი საწყისად ფინანსური მიმართულებით, ტურიზმის მიმართულებით, თუმცა საბოლოოდ მოხდა ის, რომ აღმოვაჩინე ეს სფერო, რომელიც ძალიან მიყვარს, ძალიან მიამაყება და ფაქტიურად 10 წელია ამ სფეროში ვარ, სანამ საერთოდ კომპანიით დავიწყებდით ოპერირებას, ამიტომ მინდა გაგიზიაროთ ძალიან ბევრი საინტერესო ნიუანსი, რაც უძრავ ქონებას უკავშირდება. მნიშვნელოვანი დეტალებია, რაც აუცილებლად ყველაფერი უნდა ვთქვათ, მაგრამ ყველა ეტაპს აქვს თავისი ძალიან საინტერესო ისტორია და მოდი გავიხსენოთ 8 წლის წინ უშუალოდ 8 წლის წინ როგორ მოხდა საერთოდ ამ სფეროში როგორ შემოვდგით ფეხი საერთოდ უძრავ ქონებაში რა ეტაპები გავიარეთ როგორ დავიწყეთ და მინდა გაიხსენო ის მომენტი საერთოდ პირველი შეხვედრა დეველოპერთან როგორი იყო და როგორი ემოცია იყო რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად იმიტომ რომ მანდ იყო ძალიან ბევრი ნიუანსი რომელიც იუმორის ნაწილიც არის თან საქმის ნაწილიც არის და მინდა რომ აი ამაზე მეტად ვისაუბროთ უფრო პირველ რიგში საიდან დავიწყეთ რეალურად ჩვენ მე რა მინდა ვთქვა ანუ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ეტაპზე იყო ზოგადად შეგვესწავლა ბაზარი ხო რა მდგომარეობა იყო ბაზარზე რა მდგომარეობა იყო ზოგადად მომსახურების სფეროში და რასაც ვაკეთებდით იყო რა ჩვენ ორი კომპიუტერით მოკლედ შუა ზაფხულში დავდიოდით დეველოპერებთან მივდიოდით ობიექტებზე სწავლობდით გაყიდვების მენეჯერებს როგორ გვესალმებოდნენ როგორ ადგენდნენ ჩვენ საჭიროებას და მოკლედ როგორ ცდილობდნენ რომ დაეთანხმებინათ ჩვენი თავი უძრავი ქონების შეძენაზე. ნუ ასე მოვიარეთ მთელი ბაზარი, მე მახსოვს შენ მაშინ მოკლედ მთელი ბაზარიზე პირად იცოდი უკვე. ფაქტიურად, იმიტომ რომ მანამდე ხო პირადი გამოცდილებით და შესაბამისად მოკლედ გავარკვიეთ რა ხდებოდა ამ სფეროში, რა გამოწვევები იყო უმთავრესად გაყიდვების მენეჯერების ჭრილში, რა აკლდათ სერვისში და შემდეგ უკვე შევქმნით რა. შევქმნით ჩვენი სტრატეგიები, როგორ უნდა ესაუბრა, როგორი სერვისი უნდა ჰქონოდა გაყიდვების მენეჯერს იმისათვის, რომ სრულფასოვანი კონსულტაცია გაეწია მომხმარებლისთვის. დაწყებული გამარჯვებიდან მოკლედ გილოცავთ შენაძენს აქამდე. მაგრამ სოფო სანამ უფრო პროფესიულ ჭრილში გადავალთ, მინდა მოყვე ასევე ის აი ამ ნაბიჯის შემდეგ, როდესაც ჩვენ უკვე მოვიარეთ ბაზარი, გავარკვიეთ ვის რა პრობლემა ქონდა გაყიდვებში და გაყიდვების მენეჯერებში, მინდა მოყვე როგორ მოვიპოვეთ მთელი ბაზრის დეველოპერების საკონტაქტო ინფორმაცია რამდენიმე ზარში. კი ბატონო.
კარგად მახსოვს ეგ პერიოდი, ესე იგი, გამომდინარე იქიდან რომ კონტაქტები რა თქმა უნდა გქონდა მთელი ქალაქის, თუმცა ცოტა დეველოპერები იყო მიუწვდომელ ნაწილში, იმიტომ რომ back office-ის ნაწილი იყო და მაინც მენეჯერები იყო პირველ პლანზე და მათთან მქონდა კომუნიკაცია, მაგრამ კარგად მახსოვს, გამოვიდა ლარიზაციის კანონი, რომელიც გულისხმობდა, რომ ბანერებზე არ უნდა ყოფილიყო დოლარში გამოჭიმული, ესე ვთქვათ, რეკლამები და უნდა ყოფილიყო ლარში მითითებული აუცილებლად და მოკლედ ყველას უნდა აეღო ეს ბანერები აბსოლუტურად და ეხა ბანერი იყო ერთ-ერთი საშუალება, რომ იმ დეველოპერთან კონტაქტზე გასულიყავი. აქედან გამომდინარე, მოკლედ დავიწყეთ შემდგომი ფორმატი, რომ გადავახარისხეთ პროექტები, რომელიც ჩვენთვის საინტერესო იყო. და ბანერებზე მითითებული საკონტაქტო ნომრებზე ურეკავთ მენეჯერებს და ვეუბნებით, რომ ლარიზაციის კანონთან დაკავშირებით გიკავშირდებით, მოკლედ რაღაცა მითითებები მინდა რომ მოგცეთ, აუცილებლად საჭირო არის ყველა ვარიანტში გავესაუბროთ ხელმძღვანელობაზე და გვეკავშირეთ დეველოპერი თუ შეიძლება. ეს იმდენად მკაცრი ტონით იყო ნათქვამი, რომ აბსოლუტურად ყველა მენეჯერს არც კი უფიქრია, რომ მოდი აი თქვენზე დეტალურად მოგვაწოდეთ ან კონკრეტულად დაგვისახელეთ, საიდან გვირეკავთ და შემდგომ რომ ეთქვათ, ან დაეზუსტებინათ და არც კი გვეკითხებოდნენ და ყველაფერს იმდენ სწრაფად გვაწვდიდნენ დეველოპერებს ნომრებს. ეს იყო ის დეველოპერები, რომელიც ფაქტობრივად კონტაქტზე არ გამოდიოდა, იმიტომ რომ პირველ პლანზე მენეჯერი ყავდა და ეზარებოდა ხოლმე რა ის პერიოდი კარგად მახსოვს, ახალი ტენდენცია იყო ის, რაც ჩვენ ვიწყებდით საერთოდ ამ ნაწილზეც მინდა რომ ვისაუბროთ მე და შენ აი რამდენად ისეთი იყო სიახლე იყო ბაზრისთვის და დეველოპერებისთვის განსაკუთრებით, იმიტომ რომ როდესაც ვურეკავდით და ვეუბნებოდით რომ თანამშრომლობასთან დაკავშირებით გვინდა რომ გაგესაუბრო, პირველად მახსოვს რეაქცია რო ქონდათ რომ მოდი მენეჯერთან გაისაუბრე და მე გადავწყვეტ და ვერიგებდნენ რაში იყო ეს მოთხოვნა რომ პირდაპირ დეველოპერთან მქონდა კომუნიკაცია. შემდგომი იყო ზუსტად ის, რომ აი ყველა დეველოპერის კონტაქტი მქონდა აბსოლუტურად და ყველა დეველოპერს პირდაპირ ვურეკავდით და ვეუბნებოდით, რომ არა, იცი რა, მენეჯერია, მაგრამ თქვენთან გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გასავლელი და უნდა შევხვდეთ აუცილებლად და მე შეხვედრაზე ძალიან საინტერესო სიტუაცია იყო, მინდა იქ მომენტი ვისაუბროთ მე და შენ, რომ რეაქცია რა ქონდათ ხოლმე, რომ როცა ვეუბნებოდით ხოლმე, აი სრულად კორპუსი უნდა ჩაგვაბარო და ჩვენ უნდა გავყიდოთ აი მან ძალიან მეცინება ხოლმე რომ მახსენდება, აი აუცილებლად იყო წარბის წარმოწევა, ანუ ბატონო, ეგეთი ამბავ კორპუსი უნდა მოგცე, რას ნიშნავს და ამ დროს ვეუბნებოდი, რომ კი, ნამდვილად კორპუსი უნდა ჩაგვაბარო და ჩვენ უნდა შეგვიშვა გაყიდვებში და ჩვენ უნდა მოგცეს საერთოდ რეკლამა, პიარი, აი აბსოლუტურად ყველა მიმართულება და ცოტა ძალიან ესეთი უნდობლობის თვალი იყო ხოლმე რომ იხედებოდა აქეთკენ, მაგრამ კარგად მახსოვს პირველმა ორმა რომ დაგვიჯერა, მე უკვე ავტომატურად ყველამ დაიჯერა და ესე ვთქვათ გავაგრძელეთ და გაიხსენე აბა პერიოდი, როდესაც ერთ-ერთ დეველოპერთან მოვილაპარაკეთ, მაინც იყო აუცილებლად უნდობლობის შემოხედვა ესეთი კარგად მახსოვს, ანუ ბატონო, რას ქვია პროექტი უნდა მოგცე და დავარწმუნეთ, ხელშეკრულებას გავაფორმეთ და ვუთხარით რომ ოფისს რო გაამზადებ, დაგვირეკე და ჩვენ მოვალთ და ჩვენ ის პერიოდი ქონდა რომ ცოტა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და გადავწყვიტეთ რომ მოდი ძალიან დავისვენოთო რა და ვიყავით, სად ვიყავით? სად ვიყავით? შავ ზღვაზე, პლაჟზე ვიყავით ფაქტიურად. ნუ ამ დეველოპერმა გითხრა რამდენიმე დღე დაჭირდება ამ ოფისის გამზადებას და მე და სოფომ ვიფიქრეთ რომ ეს დამსახურებული რუჯის დღე გვჭირდება რეალურად და ვართ ახლა ვირუჯებით მშვიდივრად და გვირეკავს ეს დეველოპერი და გვეუბნება რომ რაღაც მეორე დღე იყო თუ მესამე დღე იყო მე მგონი თუ რაღაც უფრო სადღაც ეკიდა დრო დაჭირდა რომ გამზადებინა. ნუ ოფისი არ იყო მანამდე რა და მესამე დღეს გვირეკავს და გვეუბნება რომ რასაპირებთო ახლა მოდიხართო თუ შეუშვაო სხვა ვინმეო და მე და სოფო არა ბრძანებთ გზაში ვიყავით ცხადს შორს ახლა მოვდიოდით და მე და სოფო მოკლედ ავალაგეთ ეს ბარგი ბარხანა ყველაფერი შუა პლაჟიდან კი ბატონო წამოვედით და სადღაც 2 საათში დავიწყეთ კი მოვედით ოფისში და ეხა ოფისის ამბავი რა ჩვენ გგონია რომ ეხა ეს ოფისი არის რაღაცა ის ესეთი რა სტანდარტული ოფისი, იმიტომ რომ ის რაც ჩვენ შევქმნით და რის იდეაც იყო საერთოდ დეველოპმენტის ნაწილში, ჩვენ შესაბამისი სტანდარტები გვქონდა, რომელიც აი მისაღები იყო და გვეფიქრებოდა, რომ აი ამ სტანდარტებით უნდა გვეხმძღვანელა და დაგვეხვედრა ოფისი, რომელიც იყო პირდაპირ ტროტუარზე, ესეთი პატარა კუსკუსა ძალიან საყვარელი ოფისი და მოკლედ გითხრა, რომ აი აქედან უნდა დაიწყოთ მუშაობა და ნუ მოკლედ მე და ირმამ გადავხედეთ ერთმანეთს და ეს იყო ის გადახედვა, საიდანაც დაიწყო შემდგომ ძალიან კაი პერიოდები გაყიდვების კუთხით აი ყველაზე მაგარი შედეგების დადება, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდით, რომ აი ეს პროექტი რო დეველოპერმა გვანდო, ზუსტად ვიცოდით, როგორ უნდა გაგვეყიდა, როგორ უნდა მიგვეტანა მომხმარებლამდე ზუსტად ისე, როგორ ჩვენ მივიღეთ ის პროექტი, როგორ შევიყვარეთ და საერთოდ ყველა დეტალი დაწყებული ფუნდამენტიდან ჭერამდე, როდესაც სახურავი იხურება, მანამდე ყველა დეტალი ზეპირად ვიცოდით, იმიტომ რომ ფაქტობრივად ბაზარი შესწავლილი გქონდა, ვიცოდით როგორ ტიპის პროექტები იყო გამოსული,
საერთოდ იმ პერიოდში რომელი ლოკაციები ვითარდებოდა და აქცენტი რაზე უნდა გაკეთებულიყო ძალიან კარგად ესე ვთქვათ შესწავლილი გქონდა ამიტომ არ გაგვიჭირდა და პირიქით ძალიან კარგი შედეგები დავდეთ ესე ვთქვათ და ის გამოწვევები რაც უშუალოდ უძრავქონებაში იყო მაგ პერიოდში აი მომხმარებლის რა მინდა ვთქვა, აი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატი ხა ვინც გვისმენს და ახსენდება ის პერიოდი მინდა რომ აუცილებლად გადაიხედოთ იმ წლებში, როდესაც უძრავი ქონების მიმართულებით არც თუ ისე დიდი ინფორმაცია იყო პროექტების შესახებ, ადამიანები არ იცოდნენ ზუსტად რა ტიპის შეკითხვები უნდა დაესვათ, რომელიც აუცილებლად უნდა ქონოდათ ეს შეკითხვა და უკან პასუხებს როგორც მიიღებდნენ, ეგ მაშინ ახალად იტესტებოდა და მინდა რომ აი ამაზე ისაუბრო, გაიხსენო ეგ პერიოდი. ნახეთ ჩვენ რას ვაკეთებდით, ანუ მომხმარებელმა კი ბატონო არ იცოდა რა უნდა ეკითხა, მაგრამ ჩვენ წინასწარ უკვე გქონდა, ასე ვთქვათ, დამუშავებული მთლიანი ინფორმაცია როგორც პროექტზე, ასევე ბაზარზე და ამიტომ იქით ვსვამდით მაგ შეკითხვას მათ ნაცვლად. ანუ გვინდოდა რომ მაქსიმალურად გათვითცნობიერებული ყოფილიყო მომხმარებელი თავის არჩევანში, ამიტომ ვეუბნებოდით რომ აი ეს შეკითხვა უნდა დაესვა, აი ტექნიკურ ნაწილში ეს შეკითხვები უნდა დაესვა, ამითი უნდა დაინტერესებულიყო და ზოგადად სადაც ნახავდა უძრავქონება ჩვენთან თუ არა, მაშინ ეს იყო ის აქტუალური შეკითხვები, რომელიც უნდა დაესვა. სოფო, ესე იგი ჩვენ რო დავიწყეთ ფაქტიურად ჩვენი გონება იყო მარტო მიმართული მისკენ, რომ ეს ყველაფერი იქნებოდა რეალურად ძალიან წარმატებული და პირველი кейსი, რომელიც ჩვენ დავხურეთ, იყო მესამე დღეს. ანუ ოფისის გახსნიდან მესამე დღეს რეალურად ჩვენ ჩავხურეთ პირველი кейსი. და პირველი кейსის შემდეგ გაჩერება არ ყოფილა. მე როგორ განვითარდით? მე და შენ დავიწყეთ, ხო? დავიწყეთ რაღაც, მე უკვე როდესაც სიტუაცია გაუმჯობესდა, გაყიდვები ძალიან კარგად წავიდა, მეორე ოფისიც დაგვემატა იგივე დეველოპერის, მე თანამშრომლები რაოდენობა გაიზარდა, არ ვიცი, გაიხსენებ შენ მანქანაში გასაუბრებებს, კი ბატონო, მანქანაში გასაუბრებებს და ძალიან მაგარი გუნდის წევრები შემოგვიერთდა და ნუ მოკლედ დაიწყო 2017 წლიდან. შემდეგ ქონდა უკვე 2018 წელი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო წელი იყო ზოგადად უძრავი ქონების ბაზარზე და რითიც დავიწყეთ ეს იყო რეალურად გმირთა ხეივანი, ხო? მაშინ გმირთა ხეივანი ფაქტიურად ახალად ვითარდებოდა. მიწა იყო და ეს კონცეფციის ნაწილში ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი, რომლებიც აშენებდნენ იქ ამ პროექტს. ვეუბნებოდით მაშინ რომ იქნება სტადიონი, რომელიც 20,000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და რა ვიცი, ღიმილით მახსენდება რომ არავის არ სჯეროდა ამისი და ყველა ფიქრობდა რომ რეალურად ეს ყველაფერი არ განხორციელდებოდა, სადაც არ იქნებოდა ის სტადიონი, რომელიც ახლა ნამდვილად ну მალევე ფაქტიურად დაიწყო მშენებლობა და მალევე დასრულდა, ხო? ამიტომ ერთ-ერთი პირველები ვიყავით ბაზარზე, რომლებმაც საერთოდ დაიწყო პლუს ინფრასტრუქტურულ განვითარებაზეც ხაზგასმა იმ პერიოდისთვის. მოკლედ, გადავიდეთ უკვე ჩვენ გამოწვევებში, სოფო, 2018-19 წლები ძალიან კარგი წლები იყო, ძალიან კარგად მახსენდება, ვითარდებოდით, ვიზრდებოდით, გუნდის წევრები გვემატებოდა და უკვე შევეჯახეთ 2020 წელში პანდემიას. როდესაც ახალდაწყებული კომპანია, რომელიც ნელა-ნელა ნაბიჯებს იდგამდა, უცებ დავრჩით სახლში. ანუ არავის უკვე აღარ ქონდა იმის საშუალება, რომ გარეთ, ну, ქონდა რა თქმა უნდა გარკვეულ პერიოდში, მაგრამ სამსახურები უნდა ყოფილიყო დისტანციურად და ახალი შეჯახება იყო ჩვენთვის და ახალი, არ ვიცი, კედელი, რომელსაც გამოუცდელი პერიოდი, ფაქტიურად, როდესაც არ იცი როგორია ონლაინ სივრცეში მუშაობა. და როცა მიჩვეული ხარო თანამშრომელთან კომუნიკაცია გაქვს ყველა დღე ოფისში ხედავ შენი თვალით და აქტიური შეხება გაქვს ეს ყველაფერი გადაინაცვლა უკვე ბექში ესე ვთქვათ ამ შემთხვევაში სახლში და ონლაინ ზუმის საშუალებით ვატარებდით იგივე თათბირებს, იგივე ტრენინგებს, აბსოლუტურად ყველაფერმა გადავიდა ონლაინ სივრცეში, თუმცა მინუსთან ერთად პლუსიც ის ქონდა რომ მაგ პერიოდში ძალიან კარგად მასენდება ის ტენდენციები, რაც ფაქტობრივად ჩვენ დავაფუძეთ, ეს იყო გაყიდვებთან მიმართებაში, როგორი ტიპის პირობები შევქმნით, იმიტომ რომ ადამიანებს სამსახურები გაჩერდა, ოფისები დაიკეტა, არაფერი აღარ მუშაობდა და ადამიანებს გაუჭირდათ იმ პირობის შემთხვევაში ვინი შეძენა რა პირობებიც მაშინ იყო რომ გადასახადის შემთხვევაში უნდა შემოიტანა რაღაც გარკვეული თანხა და მე უნდა მოეხდინა გადახდები, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ მათზე მორგება, ეს იყო ნულოვანი შენატანები, რაც ფაქტობრივად ძალიან კარგი ტენდენცია იყო და მაგ პერიოდში ძალიან ბევრი ბინა გაიყიდა ერთად ჩვენს დეველოპერთან.
და ამ ყველაფერმა საბოლოოში მოგცვა ის საშუალება, რომ ჩვენ უფრო მეტად მჭიდროდ მოვახდინეთ ურთიერთობა ჩვენს თანამშრომელთან სივრცეში, სადაც ჩვენ ერთმანეთს ვერ ხედავდით. კი ბატონო. და ეს იყო იმდენად კარგი რუტინა, როდესაც დილით 10 საათზე ესეთი პიჯაკით ზიხარ სახლში, შეიძლება შევტით, მაგრამ პიჯაკით. მაგრამ თან პიჯაკით ახარ და თან პიჟამოთი ზიხარ, მაგრამ თათბირში ჩართული ხარ და ეს საქმე გაქვს დილას, რომელიც უოჭოდ უნდა გააკეთო, იმიტომ რომ ეგ თავისი ქრონოლოგია გაქვს კომპანიაში, რომელიც აუცილებელია რომ უნდა გააკეთო. და მინდა მანდ ერთი ნიუანსი ვილაპარაკოთ, აუცილებლად აღვნიშნოთ დამოკიდებულება როგორ შეიცვალა დეველოპერებისა და ჩვენს შორის, იმიტომ რომ ფაქტობრივად ვერ ხედავდით ერთმანეთს და ძალიან რთული იყო ინფორმაციის გამოცვლა ესე პირისპირ და როდესაც მოხდა შემდგომ ოფისებში დაბრუნება, აი თითქოს როგორი მომენტი იყო, ყველას უკვე გვეზარებოდა გასვლა, იმიტომ რომ მარტივი იყო, იქვე ყავა დაიდგე, იქვე ჩაი დაიდგე, პიჯაკში ხარ, თან პიჟამოთი ხარ, თან უცებ სახლში ხარ და აი ეგ პერიოდი გაიხსენე, აბა მე ოფისში რო გადავედით და როგორც ცოტა სირთულების ნაწილიც მქონდა მაინც. ანუ მაქსიმალურად მაგ პერიოდში მივხვდით, რომ ცოტა ტექნოლოგიურად უნდა მორგებოდით იმ არსებულ რეალობას, რაც მაშინ მქონდა. ძალიან კარგია რომ ახსენე ონლაინ შეხვედრები და მაშინ ფაქტობრივად ჩვენი კონსულტაციებიც, რომელიც მქონდა მომხმარებლებთან, მაგანაც გადაინაცვლა რეალურად ონლაინ სივრცეში და მაქსიმალურად ორიენტირებული ვიყავით იმაზე, რომ გაგვეკეთებინა ონლაინ ტურები, ჰაუს ტურები, ონლაინ კონსულტაციები და მოკლედ ყველანაირი ეტაპი, რომელსაც გადიხარ შენ უძრავი ქონების შეძენის დროს, უკვე გადავედით ჩვენ რეალურად ონლაინ ნაწილში, ხო? ნუ ოფისებში დაბრუნება ერთი მხრივ. ნუ ეს მთავარი რა არის, რომ პანდემია კი იყო, მაგრამ შევძელით, რომ ეს პანდემია და ეს სირთულე რეალურად გამოწვევად აღვექვა. კი ბატონო. და მართლა ესე არის. ჩვენ ადამიანებს ვარწმუნებდით და ორგანულად ჩვენ ამისი გვჯერა, რომ სადაც არის პანდემია და სადაც არის სირთულე, იქ საბოლოო ჯამში, ანუ ქვეყანა გამოვა ამ პერიოდიდან, მსოფლიო გამოვა ამ პერიოდიდან და ყველაზე დიდი მოგება ზუსტად მაშინ შეძენილ უძრავ ქონებას აქვს, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება და ნუ მოკლედ ამისი ჩვენ გვჯეროდა და ასეც მოხდა. ანუ 2021, 22, 23, 24 წლები იყო ზუსტად მაგისი მანიშნებელი, რომ მაშინ ყველაზე მეტად მოქნილები ვიყავით, მაშინ შეეძლოთ ყველაზე მაგარი პირობებით შეძენა, აი ნულოვანი შენატანი შენ რაც ახსენე, 2020 წლამდე ნულოვანი შენატანი გონებაში არც ერთ დეველოპერს არ გაუვლია, მაგრამ ჩვენ შევქმნით რეალურად ეგ პრეცედენტი, ხო ერთ-ერთი პირველები ვიყავით, რომლებმაც შექმნეს ეს ყველაფერი და ეს იყო საჭირო იმისათვის, რომ იმ არსებულ რეალობაში მოქნილი პირობები შეგვექმნა საბოლოო ჯამში შეძენის. კი, და დღეს მივიღეთ მადლობა ამ ადამიანებისგან, იმიტომ რომ მოხდა იმ ქონების რეალიზება, ან გაყიდვა, გაქირავება, რომელმაც საკმაოდ კარგი ესე ვთქვათ საინვესტიციო ღირებულება მიიღო და შემიძლია ისიც ვთქვა, რომ ეხა ჩვენს პერიოდში, ეხა წლები რო ახსენე, ფაქტიურად რო გადავხედოთ, ეხა დღეს მდგომარეობით გვაქვს შემდგომი რაღაც, ეხა აბსოლუტურად ყველა ვართ ინფორმირებული MR-თან დაკავშირებით, რომელმაც ძალიან დიდი ინვესტიციები შემოიტანა საქართველოში და ეს არის თბილისი ბათუმზე გადანაწილება. ბათუმის შემთხვევაში გონიოზ რო ველაპარაკოთ, სანამ დაიწყება ინვესტიცია ჩვენ რო გავხსენოთ პანდემიის პერიოდი, ეხლა არის ზუსტად ის ეტაპი, როდესაც ჩვენს კომპანიას აუცილებლად ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ვიძნებით იმის საშუალებას, რომ სანამ მოხდება საერთოდ ფასების კიდევ ზრდა და უფრო მეტად გარკვეული სირთულების შექმნა, აუცილებლად მოგიწოდებთ, რომ დღეს მდგომარეობით რაც ფასები და პირობები გვაქვს, ამაზე დავთანხმდეთ და კიდევ ბევრი მადლიერი ხართ. დავიმატოთ ჩვენს кейსებში. დღეს უნდა გვესაუბრა იმაზე თუ როგორ შეიქმნა რეა, მაგრამ მოდი ისევ გაყიდეთ. და ისევ გავყიდოთ უძრავი ქონება. სხვანაირად და რეა არის ის, სადაც რეალობაში უნდა იყიდო უძრავი ქონება, იმიტომ რომ ინვესტიცია რეაში ეს არის ყველაზე გონივრული, ესე ვთქვათ, არჩევანი. 2020 წლის შემდეგ უკვე რა გამოწვევები იყო, პროექტები როგორ შეიცვალა და მომხმარებელთა ქცევა როგორ შეიცვალა. ძალიან საინტერესო იყო ესეც, ანუ ამ პერიოდის განმავლობაში, 8 წლის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით რას, რომ მომხმარებელმა ჯერ არაფერი არ იცოდა 2016-17 წლებში, ანუ არ იცოდა რა შეკითხვა დაესვა და ძალიან ბანალური მხოლოდ რა შეკითხვაც უჩნდებოდა მომხმარებელს ეს იყო, რომელი ბრენდის ლიფტი იქნება მოკლედ корпуსში. და ამაზე ღრმად რეალურად ძირითადად არ შედიოდნენ და იცოდნენ რომ ეს 1-2 კონკრეტული ლიფტები იყო, რომლებიც იყო ძალიან კარგი და ხარისხიანი და სხვა ლიფტებს მოკლედ არ აღიარებდნენ და მოკლედ მოვედით 2021-22 წლებში, როდესაც მომხმარებლის ქცევაც რეალურად შეიცვალა. ქცევაც უკვე იცის რა უნდა მომხმარებელმა და ესეც იმისი დამსახურება არის, რომ ჩვენ ამ შეკითხვებს ვამდით, მე უკვე სხვამაც დაიწყო ამ შეკითხვების დასმა, უკვე მომხმარებელი გათვითცნობიერდა ამ ყველაფერში და პლუს შეიცვალა რეალურად პროექტები, ხო?
ანუ დღესდღეობით ჩვენ ხედავთ იმას, რომ თუ ადრე მომხმარებელს უნდოდა საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენა და ამ საცხოვრებელ უძრავ ქონებაში მხოლოდ ერთადერთი მოთხოვნა ქონდა რომ ყოფილიყო რეცეპშენი პოტენციურად, ახლა უკვე ესე აღარ არის. ახლა უკვე ჩვენ გვინდა მინიმუმ საცხოვრებელ კომპლექსში აუზიც, ქსიამოვნებს რეცეპშენიც, სასტუმროს ტიპის ინფრასტრუქტურა და მოკლედ მაქსიმალურად კომფორტული გარემო, რა თქმა უნდა, ოჯახზე ორიენტირებული იქ რეკრეაციული სივრცეები, ბავშვებისთვის სათამაშო სივრცეები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ეს ყველაფერი რაღაც წლების განმავლობაში შეიცვალა. სოფო, უფრო ღრმად რო არ შევიდეთ, ამაზე კიდევ ძალიან ბევრი დრო გვექნება, რომ ვისაუბროთ ზოგადად უძრავი ქონების ბაზარზე და ტენდენციებზე, კი ბატონო. მაგრამ მოდი ვისაუბროთ ახლა რეაზე როგორც დამსაქმებელზე. ანუ თავიდან ამ თემას ოდნავ მე განვარცობ და მე უკვე შენს დააფიქსირე შენი ხო უფრო დამატებითი მიმოხილვები ამასთან დაკავშირებით. ანუ თავიდანვე რეას მთავარი ამოცანა იყო ის, რომ შეგვექმნა ისეთი გარემო, სადაც როგორც მომხმარებელი, ასევე დეველოპერი ძალიან კარგად იგრძნობდა თავს. მომხმარებლისთვის ჩვენ გვეყოლებოდა თანამშრომლები და ჩვენ ვიქნებოდით ისეთი ადამიანები, რომლებთანაც მოვიდოდნენ, სრულფასოვნად გაუწევდი კონსულტაციას ქვეყანაში არსებულ მოვლენებზე, გეცოდინებოდა რა ხდება ზოგადად ბაზარზე, გეცოდინებოდა შენი პროექტი და შენი პროექტის უპირატესობები თუ უარყოფითი მხარეები სხვა პროექტებთან მიმართებაში. ანუ მთლიან კონსულტაციას მიიღებდა შენგან და პლუს სად უნდა ჩაგედო ინვესტიცია, ესეც სწორ გადაწყვეტილებამდე კი ბატონო. და მეორე მხარე დეველოპერებისთვის ვინ ვიქნებოდით ჩვენ, რომ თვითონ იმის ნაცვლად რო ეფიქრათ, თქვათ მე ხლა ავაშენო თუ ფინანსები მექნება თუ არ მექნება, ეფიქრათ მხოლოდ იმაზე, რომ ნებართვის შესაბამისად აეშენებინათ და ჩვენი მხარე უნდა ყოფილიყო მთლიანად გაყიდვებისა და მარკეტინგის ნაწილი, რომ მთლიანად აუთსორსინგს ჩვენ ავიღებდით საბოლოო ჯამში და ამაზე სანერვიულო მოკლედ აღარ დარჩებოდათ დეველოპერებს და ზუსტად ესეც მოხდა. ანუ ჩვენი კონცეფტი ზუსტად აქ არის. ამიტომ რა გავაკეთეთ? შევქმნით სატრენინგო სისტემა და ძალიან მალე დავაანონსებთ ჩვენს ასევე ძალიან მაგარ საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც ეს ყველაფერი იქნება უფრო ღრმად ჩაშლილი და 2017 წლიდან ჩვენ შევქმნით ეს თქვა ტრენინგების სერიები და ტრენინგები, რომელიც მისცემდა ჩვენს თანამშრომლებს იმის საშუალებას, რომ ესწავლათ ბაზარი, ესწავლათ სერვის პლუსი, ესწავლათ როგორ ესაუბრათ მომხმარებელთან, ну მოკლედ ეს ყველაფერი რეალობაში როგორ მოექციათ საბოლოო ჯამში. ამიტომ დღემდე ზუსტად ესეთი სიტუაცია. ჩვენ მინიმუმ თვეში ერთხელ ვატარებთ კონკურენტების ანალიზს, ვასწავლით ჩვენს გუნდის წევრებთაც, ვუზიარებთ ჩვენს გუნდის წევრებსაც, ვატრენინგებთ როგორც სერვის პლუსის, ასევე ზოგადად პროექტების ჭრილში როგორ იცვლება ბაზარი, როგორ იცვლება ტენდენციები და შესაბამისად მაქსიმალურად პულსზე გვიჭირავს, უძრავი ქონების პულსზე გვიჭირავს ხელი. ეს იმანაც გამოიწვია, რომ ეს ბაზარი ზოგადად თუ ადრე იყო ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე დამოკიდებული, ახლა უკვე ესეთი მრავალფეროვანი გარემო გვაქვს ქვეყნის შიფტი ქართულად, როგორ არის თქვა რაკურსი თუ ფოკუსი გადმოვიდა უკვე, როგორც ევროპაზე, აზიაზე, ისრაელი, გალფის ქვეყნები, ასე შემდეგ და მოკლედ მაქსიმალურად უნდა იყო ინფორმირებული საერთოდ რა ხდება დღესდღეობით საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე. ამიტომ დღემდე ეს გეზი გვიჭირავს ინტერნაციონალური მიმართულებით, ხო? მან დავამატებ ახლა გაყიდვებში კიდევ არ ჩამითვალოთ, თუმცა კომპანიას გარდა იმისა, რომ ბაზარზე არსებული სიტუაცია, ესე ვთქვათ, კარგად აქვს დაბალანსებული, გვაქვს ურთიერთობა სხვადასხვა მიმართულებით უძრავი ქონების გაყიდვების აგენტებთან, დამატებით ჩვენი მთავარი ერთ-ერთი მიმართულება არის ფორუმები უძრავი ქონების მიმართულებით, რომელიც არის საზღვარგარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში და ეს ხდება იმ მიმართულებით, რომ ძალიან ბევრმა ქვეყანამ იცოდეს საქართველოს შესახებ. აქ არ არის აქცენტი იმაზე, რომ ანუ ხდება ხოლმე შეფასება, რომ საქართველოში ძალიან ბევრი უცხოელი შემოვიდა, აი წაგვართვეს ქონებები, ცხოვრებები, საერთოდ მიწები იყიდეს და ასე შემდგომ და მინდა რომ აი ამ ნიუანს, რომელიც არის ესე ვთქვათ უარყოფითი კუთხით შეფასებული, დადებითად შევხედოთ იმ ნაწილში, რომ საქართველოს მსოფლიო მასშტაბით რომ მოხდეს მისი გატანა, როგორც აი ტურიზმის მიმართულება, უძრავი ქონების მიმართულება, თუნდაც სერვისის მომსახურების დონის გაუმჯობესების მიმართულება, ამაზე აუცილებლად ჩვენ უნდა ვისაუბროთ ღიად.
თუ ეს ვერ მოხდება, თუ დაუშვათ არ გავიტან საზღვარგარეთ და არ მოხდება იმ ფორუმზე პრეზენტაციები, შეხვედრები, B2B შეხვედრები და ასე შემდგომ და ადამიანებმა მინდა რომ შეხედონ ამ ყველაფერს სხვა კუთხით, რომ თუ არ მოხდება ეს განვითარება და ის ადამიანები ჩვენთან არ ჩამოვლენ, საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკაზე თუ ვსაუბრობთ და თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველაფერი უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანა ფეხზე დადგეს და გაიმართოს წელში იმდენად მყარად როგორც ახლა დავუშვათ დღის მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ უკეთესი შეგვიძლია, ამისთვის ყველამ უნდა ვაკეთოთ ის საქმე, რაც ჩვენ გვევალება, მაგრამ უნდა ვაკეთოთ ხარისხით. და ხარისხში მაგას მოვიაზრებ, რომ აუცილებლად უცხო ადამიანი როდესაც შემოდის ქვეყანაში, იმას უნდა ჩვენი კულტურა, ტურიზმის ნაწილში ძალიან მაქსიმალურად კარგად უნდა დავხვდეთ, იგივე უძრავი ქონება, რომელიც მას დახვდება ხარისხი. ნომერი პირველი. დღეს რა გამოწვევებია? ანუ აი ზუსტად მაგ ხარისხთან მიმართებაში ხო? ანუ პროექტები უკვე კონკურენცია ძალიან გაიზარდა ბაზარზე. ჩვენ ხედავთ როგორც წეგან ვახსენეთ, რომ უბრალოდ საცხოვრებლი კორპუსი უკვე აქვს აუზიც, უკვე აქვს კი ბატონო, შიდა სივრცეები, ველნეს სივრცეები, შესაბამისად შენ რაღაც სხვა უნდა აჩვენო კიდევ. ხო, ანუ დამატებითი გამოწვევა გაქვს, როგორ მოაწონო ესე ვთქვათ შენი პროექტი. დღევანდელი გამოწვევა რა არის? კონკურენცია ძალიან გაზრდილია, როგორც დიზაინი, ანუ არქიტექტურულად ძალიან წილი პროექტები ჩნდება რეალურად, ფასები, ну მოკლედ ბაზარი ძალიან გაიზარდა და ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პერიოდში ვართ საქართველოს უძრავი ქონების და განსაკუთრებით ჩვენ ამ ეტაპზე რადგან ვართ მხოლოდ დაჭერის უძრავი ქონების ბაზარზე, ეს ერა ძალიან საინტერესო არის ჩვენთვის. ბათუმი უკვე ფაქტიურად საკმაოდ შემჭიდროვებულია, საკმაოდ დატვირთულია, ნებართვები ნელა-ნელა მცირდება და უკვე გადავედით შემოგარენში, ისევ შავი ზღვის სანაპიროზე, მაგრამ შემოგარენში. მოკლედ ძალიან საინტერესო ერა არის უძრავი ქონების ბაზრისთვის განსაკუთრებით აჭარის მასშტაბით. ვფიქრობ, სოფო, ჩვენ პირველ ნაწილში ვისაუბრეთ უკვე ჩვენი კომპანიის შესახებ ძალიან მოკლედ, როგორ დავიწყეთ და სად ვართ დღესდღეობით. შემდეგ პოდკასტებში ჩვენ ვისაუბრებთ უფრო ღრმად უძრავი ქონების ბაზარზე, აჭარის უძრავი ქონების ბაზარზე, გამოწვევებზე და მიზნებზე, ასე შემდეგ, თუმცა დღესდღეობით მოდი ამაზე დავასრულოთ. შეგვიძლია დასრულება ამისთვის აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და კომენტარებში დაგვიწეროთ თქვენთვის საინტერესო თემატიკა რა იქნება, რაზეც გინდათ რომ მე და ირმა ვისაუბროთ, ესე ვთქვათ, ვრცლად. დიდი მადლობა და გელოდებით შემდეგ ეპიზოდში.